ნიშნავს თუ არა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას და როგორია მისი კავშირი ცხოვრების დონესთან. ჩემთვის არაფერი შეცვლილა, ძვირია წამლები, ყოველდღე იზრდება ფასი პროდუქტებზე. რა ეკონომიკურ ზრდაზე მელაპარაკებით, გვეუბნებიან ადგილობრივები, რომლებიც სპექტრმა ქუჩაში შემთხვევითი შეხვედრის პრინციპით გამოკითხა. ისია შვილო გაძვირებული ყველაფერი არ ვიცი, რა უნდა გქონდეს ახლა კაც იმხელა თანხარო შეიძინოს ხორცი 25 ლარს რომ იცემ და 1 კილო არაფერი არ არის მრავალსულიან ოჯახთან. უბრალოდ ელემენტარული ახლა რო შეჭამოს ხილი ადამიანმა თვეში ერთხელ მაინც. როგორ შეიძლება ამ ხელაფას? როგორ არ ეთყობა შვილი? ახლა მაშინ გიჟი უნდა ვიყო ხა რო ავთქვა რო. ყველაფერს ეთყობა, მაგრამ იმედი მაქვს რომ იქნებ დავწყნარდეთ, გამოვკეთდეთ, დალაგდეთ ყველაფერი რა. ეკონომიკური ზრდა დელა ეტოპობრივად. ყველაფერი გახორციელდება, გზა და გზა ყველაფერი დალაგდება. ეგ არის რომ უბრალოდ ყველამ რო თავის საქმე აკეთოს, ეკონომიკაც გაძლიერდება და ყველაფერი, მაგრამ როგორც ასეთი ჩემთვის პირადად თლათ ახლა რო ვთქვათ რომ საზრდოებ დავფრიდავთ არა, მაგრამ ნორმალურად მყოფდის ყველაფერი, რაც საჭიროა და ღმერთის წყალობით დასაქმებულისა ვარ. მე ვარ პენსიაზე. არაფერია შეტყობი. ჩემთვის პირადად არ შესული. არაფერი. პენსიას ვღებულობდი, იგივე ცხოვრობ. 160 ლარი მაშინ მინდა წამლებში. არაფერი. უკეთესობისგან არაფერი. საუკეთესო რეჟისურა მარეხი აბესაძე, საუკეთესო მამაკაცი მსახიობი თეიმურაზ კიკნამელიძე. ამ ნომინაციებით დაბრუნდა ზესტაფონში კულტურისა და შემოქმედების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის დასი, რომელიც ქობულეთში გამართული ფესტივალის მზიანი საქართველოს მონაწილე იყო. ფესტივალი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და განსაკუთრებულ კულტურულ მოვლენად აქცია სხვადასხვა თეატრალური ჯგუფების, შემოქმედებითი გუნდებისა და ხელოვანების ერთიანობამ. რეჟისურა ჯილდოვდება სამი გოჭი მარეხი აბესაძე. დაჯილდოების ცერემონიალზე აღიარებულ იქნა ის შემოქმედებითი ჯგუფები, რომლებმაც თავიანთი უნარებითა და ინტერპრეტაციით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ თოჯინების თეატრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, ხელოვანების სამყაროსთან დაახლოებაში. სწორედ სამი გოჭით გახსნის ახალ სეზონს ზესტაფონის თოჯინების თეატრი და პატარებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაიხსენონ საყვარელი ზღაპრის გმირების ისტორია. კარგი ფესტივალია ეს ფესტივალი, რომელსაც ქვია მზიანი საქართველო, არაჩვეულებრივი ორგანიზატორები ყავს, არაჩვეულებრივი ჟიური იყო და ვფიქრობ, რომ ისე კარგად განაწილდა თითეული პრიზი, რომ არავის მე მგონი გული არ დაწყდებოდა. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, მაგრამ თავის გულში ვინ აიფიქრა, ეს მე არ ვიცი. ეს იყო მერვე ფესტივალი მზიანი საქართველოსი და ჩვენ ვიყავით მესამედ. ერთხელ გქონდა ოქროს წიწილა, მერე კომბლე და ახლა გქონდა სამი გოჭი. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს კულტურისა და შემოქმედების ცენტრს, დირექტორს ომარ გველესიანს, მოადგილეს გოგი ქრიბაძეს და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მერიას და საკრებულოს. იმიტომ რომ გვერდით დაგვიდგა ყველანი ერთად და გავემგზავრეთ ამ შესანიშნავ ფესტივალს. აქ რამოდენიმე ბაღმა და სკოლამ ნახა ეს სპექტაკლი, არის დადგმული სეზონი სანამ დაიხურებოდა, მანამდე დავდგეთ 4 თვის დადგმული მაინც იქნება სეზონის დახურვამდე. ისეთი განსხვავებული არაფერი არ ხდება შიგნით, ჩვეულებრივად შინაარსი ყველა მიცის სამი გოჭის, უბრალოდ ძალიან კარგად თამაშობენ ჩვენი მსახიობები. მართლა გონია, რომ თითქოს ეს ყველაფერი ცოცხალია. მოკუსკუსებული საყვარელი საბავშვო სპექტაკლია. საყვარელი გმირებით, რა თქმა უნდა, მგელი ყოველთვის ბუროტია, მაგრამ სრულდება მაინც კეთილად, როგორც ყველა ზღაპარი. სეზონი მინდა რომ გავხსნა ამ სპექტაკლით.
3 კოჭით, იმიტომ რომ მაინც რაღაცა ამ სპექტაკლით ვართ ჩვენ გამარჯვებულები და ჩამოვედით ნომინაციებით, არ მინდა რომ ეს სპექტაკლი მივივიწყოთ. თუმცა ჩვენ მოქმედი სპექტაკლები გვაქვს კიდე სრუპენდელა მელა, 3 კოჭი, მინდა ძველი სპექტაკლების აღდგენაც. და ვფიქრობ, კი არა, მართლა ვფიქრობ, რომ ახალი სპექტაკლის დავიწყოთ. სერიოზული ჟიური იყო, იმიტომ რომ ვისაც ესმის თოჯინების საქმე და ვინც პროფესიონალია თოჯინებში, ის ადამიანები იწყდნენ ჟიურში. და რაც ეხება თვითონ ფესტივალს, ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა კარგ საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ ეს არის ბავშვებისთვის კეთდება ეს ყველაფერი და ბავშვმა თუ თოჯინური თეატრიდან არ დაიწყო, მერე დრამატურგს ვერ გაიგებს და აქედან რომ ჩავუყრე საფუძველს და მართლა კარგ საქმეს აკეთებს ის ხალხი და დიდი მადლობა მათ და ჟიურისაც დიდი მადლობა და რა თქმა უნდა დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს რომ ასეთ პერიოდში მოიცალეს და გამონახეს ის თანხები და გავიშვეს და ჩვენც არ გავუცრუეთ იმედები და რაც შეგვეძლო და როგორ შეგვეძლო საუკეთესო რეჟისორა ეხლა 7 კოლექტივში რომ წამოიღო და საუკეთესო მამაკაცის ამის როლი არ არის ცუდი ნომინაციები და ასე რომ კიდე გავაგზავნებ შემოქმედებით წვას როგორც თქვა როცა დაგაფასებს ადამიანი და ამდენი წელი რო საქმეს ემსახურები და გიფასდება რა თქმა უნდა გასახარელია მაგრამ რა ვიცი რომ უფრო უკეთესი იქნებოდა რომ ეს ფესტივალი ტარდებოდეს ბავშვებთან ერთად მაგრამ ახლა ესეთი პერიოდია რომ ბავშვები დასასვენებლად რაღაცეები ერთად ეს მარტო ჟიური ხედავს ამას მაგრამ ამას მე რეზონანსი ეძლევა ისინი წერენ აშუქებენ გააქვთ და ეს იყო უკვე მერვე ფესტივალი და შედგა მშვენივრად 7 კოლექტივი იყო ცოტა მოახდა კოლექტივები მაგრამ არა უშავს მომავალ წელს უფრო კიდე ეხლა ბაკურიაში და სტარდება ზამთარშიდაც არის თუ მოახერხებ წასვლას კარგი იქნებოდა ბავშვებისთვის ასკეთდება საუკეთესო ამაზე როგორ უნდა თქვა უარი გელს აჭერება გელი აი ეს მამაკაცის პერსონაჟი იყო იქ სხვა ანგლებიც იყვნენ შვენიერი სპექტაკლები ჰქონდათ მინდა ვთქვა რომ აი მართლა გაიზარდნენ რა ხო პირველ ფესტივალზე ვიყავით ჩვენ მეორე ფესტივალზე მე შევწყვიტეთ მაგრამ აი გაზრდილია კოლექტივები რა რომ იმიტომ რომ იქ ტრენინგები უტარდებათ რეჟისორებს ცალკე ჟიურის წევრებთან პროფესიონალები აძლევენ რჩევას რა უნდა გაითვალისწინოთ როგორ ანაირად და უკვე წელს იყო დახვეწილი აი რასაც ქვია მართლა დახვეწილი შვენიერი წარმოდგენებია ჩვენა წალტობომ ბაღდათმა მარტვილმა საგარეჯოს ის იყო ჩამოსული თოჯინების თეატრი თბილისიდან იყო თოჯინების თეატრი ჩამოსული და ნელა ემატება კოლექტივები და მინდა რომ გაითვალისწინოს ყველა ქალაქის მუნიციპალიტეტმა რომ ეს არის საბავშვო საქმე და ამაში დახარჯული ის 5000 ლარია თუ 3000 ლარი ეს არაფერი არ არის კი არა და მეტი უნდა დახარჯული იმიტომ რომ საქმე კეთდება ბავშვებისთვის საქართველოს პროკურატურამ კლავჭიდელ ქალს ხატია ბიბლიანს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, რაც სასჯელის ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთპირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს. შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის A ქვემპუნქტით აქვს წარდგენილი. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ნარკოტესტის ჩასაბარებლად ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანილმა პირებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 126 და 353 მუხლებით, რაც გულისხმობს ძალადობასა და პოლიციელზე თავდასხმას. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს. მათი ცნობით კლინიკაში ნარკოტესტისთვის მოქალაქეები შეიყვანეს. მათ მიერ ნარკოტესტზე უარის თქმას კი დაპირისპირება ჯერ სამედიცინო პერსონალთან, შემდეგ კი პოლიციელებთან მოყვა.